1001 ღამე. ისინი საავადმყოფოში რომ დაწვება მისენახავად ხომ მივალთ ხოლმე და რა თქმა უნდა შვილო. ისინს ხომ არ მივატოვებთ. როდის გახდება კარგად? იმედია მალე. მალე იქნება კარგად შვილო. დაბადების დღე რომ ექნება, ისინიც მოვა რა? რა თქმა უნდა. არ გეძინება? ეძინება. მაშინ დავიძინე. დედა, ჩემთან დადეკე, კარგი? კარგი, მოდი. აბა, დადე თავი? დავიძინეთ. ვინ არის? მე ვარ ონორი. მოვედი შაჰრაზად. შენ გაბრალებდი არა და მე მქონია ქვის გული. არ ვიცი როგორ შევძელი იმის დავიწყება, რაც შვილის გამო გადაიტანე. უფლება არ მქონდა ეს და მე ვიწყებინა. ამის უფლება ნამდვილად არ მქონდა. მე და შემეძლოთ რომ უკან წავიღო ყველა უხეში სიტყვა, რომელიც ჩემთვის მithქვამს. უშენოდ არ შემიძლია. უშენოდ ჩემთვის არც დედამიწა არსებობს, არც მზე. შენთან ყოველი განშორება იმას მასწავლის, რომ უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. არ შემიძლია. ონორ. მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ აჰუ. მეც მაგრამ რა მიმოტოვო? როგორ უნდა მიგატოვო? მიყვარხარ. სიგიჟემდე მიყვარხარ. უჯისტკივილმა არ გაგიარა? არ გამიარა. ალი ქემალს უჯისტკივილის წამალი ჰქონდა. დავალ გამოვართმევ. იყოს არ გინდა? არა, ახლავე მოგიდან. ალი ქემალ გძინავს? უჯისტკივილის წამალი მინდა. სიმართლე მითხარი, გიყვარვარ? მიყვარხარ აჰუ. თუ გინდა 1000 ჯერ გეტყვი. ალი ქემალ? დედამეძებს. ალი ქემალ აქ ხარ?
გააღე. მორჩა დავიღუპეთ. ალი ქემალ. დავიღუპეთ. ალი ქემალ. თქვენ საერთოდ არაფრის არ გწვენიათ. ეს როგორ გაბედი ალი ქემალ? ეს როგორ გააკეთე? როგორი კადრე? ალი ქემალ. როგორი კადრე ასეთი რამ? ღმერთმა დაგსაჯოთ. ღმერთმა დაგსაჯოთ ორივე. ალი ქემალი და აჰუ. ბატონო ბურჰან, ბატონო ბურჰან, ბატონო ბურჰან. ბატონო ბურჰან. მამა. ბატონო ბურჰან. მამა. ბატონო ბურჰან. მამა. მოშორდი აქედან. დედა. სასწრაფო გამოიძახე. დედა. ბურჰან, გემუდარები თვალები გაახილე. ვერ გადავიტან რამე რომ დაგემართოს. ბურჰან. ბურჰან გაახილე თვალები. გემუდარები. ბურჰან. 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 გთხოვ. ბურჰან. ბურჰან თვალები გაახილე გევედრები. გემუდარები ბურჰან. ბურჰან. ბურჰან გთხოვ. გთხოვ არ მიმატოვო. ბურჰან. ჩქარა, მამა ჩემი კვდება. ჩქარა. ჩქარა, უშუალოდ მამა ჩემს. ცოტა დარჩა. ცოტა გაუძელი ბურჰან, ცოტა. თუ შეიძლება გაიძიეთ. გაუძელი ბატონო ბურჰან. ბურჰან. სტატოსკოპი ჩქარა. ნელა. ნელა. ბატონო ბურჰან არ დამტოვო. არ დამტოვო ბატონო ბურჰან. წავედით. ბატონო ბურჰან. ბატონო ბურჰან. ჩქარა მეგობრო, ჩქარა. მეც მოვდივარ. მეც აგიყვან დედა. მომშორდი. დედა ასე წახვალ? მივდივარ. წინ დაბრძანდით ხალბატონო. ალი ქემალ მე მარტო უნდა დარჩე? ალი ქემალ მარტო მეშინია. საშიში არაფერი აჰუ. სახლში შედი კარი ჩაკეტე და დამელოდე, კარგი? ადრე ასეთი ამაყი და დაუნდობელი არ ვიყავი ანორ. ყველაფრის პატიება შემეძლო. მაგრამ ბევრი ტკივილი გადავიტანე. გახსოვს რომ მითხარი შენთვის ცხოვრება მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში არსებობსო. მართალი იყავი. ხიარული ცხოვრება არ მქონია. ბედი ყოველთვის დაუნდობლად მეკცეოდა. მაგრამ ახლა მინდა რომ შევიცვალო. მინდა ისეთი კეთილი და მობიერი შაჰრაზადი გავხდე როგორიც ბავშვობაში ვიყავი. შენ ხომ დამპირდი რომ მთელი ცხოვრება გეყვარები. მეც გპირდები რომ შევიცვლები. არა. არა შაჰრაზად. ნუ შეიცვლები. ყოველთვის ასეთი ამაყი და
ძლიერი უნდა იყო. ამაყი რომ არ ყოფილიყავი ამდენ ტკივილს ვერ გაუძლებ. შენი სიძლიერის მიზეზი ეს არის. ამიტომ მიზიდავ. სწორედ ეს არის. რისი გაგებაც მჭირდებოდა და გავიგე. შენ განუმეორებელი ხარ, შაჰრაზად. უშენოდ. უშენოდ სიცოცხლე არ მინდა. და არ შენ გინდა. ამიტომ უარსნო მეტყვი. არ მინდა რომ შეიცვალ. გთხოვ, მუდამად არ ეზბეჭედი. არასოდეს მოიხსნა. შეძლებ? რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ. ბურჰან აქვარ. ბურჰან გაუძელი. ბურჰან გაუძელი. ნადიდე. აქვარ შენთან ვარ. ბურჰან. ბურჰან. აქვარ. კალბატონო არ შეიძლება გთხოვთ. გთხოვ. არ მიმატოვ ბურჰან. ბურჰან გემუდარები არ მიმატოვ. მარტო არ დამტოვო. არ დამტოვო ბურჰან. გადა. არ მომეკარო.
უშენო ციცოცხლე არ შემიძლია შახრაზად. თუ ასეა, დავქორწინდეთ. სერიოზულად? ხო? რა თქმა უნდა. კარგი. მაშინ ახლავე შევუდგეთ ქორწილისთვის მზადებას. ქორწილი არ მინდა. რატომ? ხელი მოვაწეროთ. მე მინდა რომ საპატარძლო გაბაში გინახო. ხომ ნახე. თანაც ქორწილი ცუდად გვაქვს დაცდილი. კარგი. როგორც შენ გინდა ისე გავაკეთე. წითელი ჩააგდე. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად მერტ. შენი ჯერია ითამაშე. მოპირდაპირე კუთხე. გამარჯობა. რასვამ? ახშირად ხარ? საუმშვიდობისა. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ? რა ვიცნობთ? ჩაღათაი. მელექი. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. არ არის სული ადგილი. ხომ რა? რატომ? არა მგონია შენი სტანებს ასეთი ბარები მოსწონდეთ. არ ჩვენი სტანებს. აქ ვერ გაერთობე. როგორ ხარ? მოვიწყინე, წავიდეთ. კარგი. სად წავიდეთ? ჩემთან. ნახვამდის მერტ. ნახვამდის. მე მივდივარ. სად? ახლა არ მოვედით? მოდი დავლიოთ. გამიშვე. მე რა ვქნა ბურაკ? სახლიდან რომ გამოვედი, ოთახში კამათობდნენ. არ ჩავერია, შეიძლება ცოტა ხანში დალეწონ იქაურობა. არ გაგიკვირდეს თუ ასე მოხდება, ორივე ერთმანეთზე უარესია. არც ერთი არ თმობს არაფერს. რა ხდება? არ მისმენ? ილაპარაკე, ისმენ. რა ვქნათ ქერემ? მელექისა და ბურაკის ამბავი შენი პრობლემაცაა. ბოლოს და ბოლოს ერთი შენი ცოლის და მეორე კი? ხო. შენი ძმაა ქერემ. გითხარი რომ ჩემს დას სეზენი ჰქვია. კი, მითხარი. მე ჩემი დის სახელი გავიგე. მაგრამ ძმის სახელს ის ვერ გაიგებს. ქერემ. არ უნდა დაივიწყო ეს ამბავი. ცდილობ ბენო, ცდილობ. მაგრამ ვერ ვივიწყებ. არ შემიძლია. ავას დალევ? რა დროს ხავა? აქ კიდე თუ ოთახში? ჩახტაი მოეცადა. მოდი ჩემთან. გადავიფიქრე, აღარ მინდა. ჩუმად. მოდი. არ მინდა მეთქი, თავი დამანებე. რომ დავიწყებთ, მერე მოგინდება. შემეშვი, არ მინდა გაიგე? ძალას ნუმადან. მიდი გაიხადე. შემეშვი, არ მინდა მეთქი, წადი აქედან. რა? წადი, არ მინდა. წადი აქედან. გოგო. შენ არ მითხარი ჩემთან წავიდეთო? რა ბავშვით იქცევი? გადავიფიქრე, აღარ მინდა. დიდხანს ილაპარაკებ, წადი. რა შვები დამცინი? ხომ გინდოდა? ახლა აღარ მინდა. ვერ გაიგე? ვერ გავიგე. წადი, ჩახტაი, წადი. არ მინდა, რა სიზამ? ძალას იხმარ? ო, ძალას ვიხმარ. ასე მოვიქცევი. გამიშვი. ძალას ვიხმარ. გამიშვი. გაჩუმდი. გაჩუმდი ნუ ყვირი. არ იყვირო. გამიშვი. გაჩუმდი. გამიშვი მეთქი. გაჩუმდი მეთქი. არ მინდა გამიშვი. გამიშვი ნაძირალა. გაჩუმდი. რა საკეთებ შეცხოველო? რა საკეთებ? რა ხდება? გაეთრია აქედან. ჩქარა. შენ თვითონ გაეთრია. ბურაკ. ნაძირალა. ბურაკ. გეყოფა ბურაკ. მოკლავ შენაძირალა. ბურაკ. ჩემი ხელით მოკლავ. მიშველეთ.
დამეხმარეთ. მოკკლავ. დამეხმარეთ. ეს მელიქის ხმა? გონი კი. მიშველეთ. მოკკლავ გესმის? ხელი გამიშვე. გამიშვე. მოკკლავ გესმის? გეყოფეთ. ბურაკ. დამეხმარეთ. ბურაკ რა ხდება? ბურაკ ადექი. მოკკლავ. მელიქ. დადეკიდან. დადი. გაჩვენებ როგორ უნდა გაუპატიურება. ბურაკ. დასმარდი. ბურაკ ეყოფა გაჩუმდი. გამიშვე. ბურაკ დამშვიდი. ხელი გამიშვე. შაჰრაზად პოლიცია გამოიძახე. არა, პოლიცია არ გვინდა. პოლიცია გამოიძახე შაჰრაზად. გამიშვე. თხოვთ, პოლიცია არ გამოიძახოთ. კარგი, ამას არ შეგარჩენ. გაჩერდი და გარეთ გადი. შენ გეუბნები. ინანებ შესაქციელს. დადი აქედან. ინანებ. დადი აქედან. ამას განანებთ. კარგი, დამშვიდი. ვინ არის? უნდა მომეკლა, რატომ არ გამიშვეო ნურ? ჩემი ბრალია, მე მოვიყვანე სახლში. კარგი, გეყოფა, დამშვიდი. მე ვინანე, მოთხარი წადი მეთქი, მაგრამ კარგი გეყოფა. დამშვიდი, ვალდებული არ ხარ რომ აგვიხსნა. თუ შენ არ გინდა უფლება, არ აქვს, რომ შეგეხოს. დამშვიდი, მელეკ. კარგი, ნუტირი. შენ არ ხარ დამნაშავე. ბურაკ, კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. კარგი. ყველაფერი ჩემი ბრალია. რომ არ მოსულიყავი, რა მეშველებოდა, ბურაკ. კარგი. ნუტირი. მელეკ, თუ გინდა ჩვენთან დარჩი. არა. მელექს არ დავტოვებ, არ ინერვიულო შეჰრაზად, აქ დავრჩები. მელეკ. მაპატიეთ რომ შეგაწუხეთ. მაპატიეთ. ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდი, მაგრამ რას ვიზამთ? დამშვიდდი. ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ წავალთ. კარი კარგად დაკეტებთ. თხილად იყავით, კარგი? დამშვიდდი. ნუტირი საყვარელო. პოლიციაში නම් დაგვერეკა, მაგრამ ყველა გაიგებდა ამ ამბავს. გაუცებული ვარ, არ მჯერა. მელეკის დამნაშავეა. უთხოვკაცის სახლში მოყვანა, როგორ შეიძლება? მელეკი დამნაშავეა, მაგრამ იმ ნაძირალას მისი გაუპატიურების უფლება არ ჰქონდა. გეთანხმები, ბურაკ. უნამუსა ვარ. ბარიდან უცხო კაცი როგორ წამოვიყვანე სახლში? კარგი, გეყოფა. მაგრამ ასე იყო. უცხო ადამიანი სახლში მოვიყვანე. ვიცი რატომაც მოიქეცეს. ჩემზე იყავი გაბრაზებული. არა, შენ გვერდით სხვა ქალი რომ დავინახე. არც მახსოვს რა ერქვა. მართლა. რა სისულელეებს ვაკეთებთ, მელეკ? ასე აღარ მოიქცეთ. კარგი. კარგი. ექიმო, თქვენო მეუღლე მწვავე ინფარქტი გადაიტანა. ახლა როგორ არის? ახლა უკეთაა, მაგრამ ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს გეტყვით. სიხსრების სრული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. თუ მძიმე მდგომარეობა იქნება? კვლევის დროს გამოჩნდება. შეიძლება სტენდირება დაგჭირდეს, რომ სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღდგეს. თუ ასე არ მოხდება? ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. ექიმო, თუ მდგომარეობა მძიმე იქნება? ალბათ უნდა დამშვიდით, თხოვთ. ნერვებს ნუაღავით. მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობას ექვემდებარება. შეიძლება ვნახო. დიახ, ოღონდ დიდხანს მოგაჩერდებით. კარგი. დროებით. მამა შენს რამე რომ დაემართოს. იცოდე სახლიდან მოგიწევს წასვლა. ილოცე რომ იცოცხლოს. დედა მე გაჩუმდი. არაფერი არ თქვა. შენი დანახვა არ მინდა. დედა გაჩუმდი მეთქი.
ნადიდე. აქ ვარ, აქ. ექიმმა მითხრა, რომ ინფარქტი გადაიტანე, მაგრამ ახლა უკითხარ. ო, მეც მითხრა ექიმმა. ამ ქვეყნად ერთადერთ რამეში გამიმართლა, რომ შენ ხარ ჩემ გვერდით, ნადიდე. ღმერთმა შენი თავი მომცა ალბათ, სადარდებელიც იმიტომ მომიმატა. ნუ ამბობასე. მე თუ რამე მომივა, ბატონო ბურხან. ყველა შვილი შვილს შენ გაბარებ. შვიდად წავალ იმ ქვეყნად, ქალბატონო ნადიდე. სანამ შენ ცოცხალი იქნები, მათ არაფერი გაუჭირდებათ. ასე ნუ ლაპარაკობ, გთხოვ. კარგად იქნები. ყველაფერი კარგად იქნება. გვერდები. ნახავ. ბატონი ბურხანი როგორ არის ბიცოლა? კაც გული გაუხედქე და ახლა უსირცხვილოდ კითხულობ როგორ არის? ყოდები ისე მრცხვენია. მომშორდი, უსირცხვილო. სახლის კარი გაგიღე, იმას პინძლე. ასე გადამიხადე სამაგიერო. არ მინდოდა ბიცოლა, არ მინდოდა გიფიცები, არ მინდოდა თვითონ შემოვიდა ჩემთან. თვითონ. ამის პატიება არ შეიძლება ახო. შენ სტუმარი ხარ. რაკენ იმას პინძელი ლოგინში ჩაიწვინე. მიდი ჩაალაგე კაისერიში ბრუნდები. ვერ დაბრუნდები, შერცხვენილი ვარ. დაბრუნდები. შენი დანახვა არ მინდა. ვეღარ შენ გვნახავ. მორჩა გადაწყვეტილია. როგორ დაბრუნდე? რა ვუთხრა ხალხს? ბიძე ბურხანის სახლში ქალიშვილი მივედი, მაგრამ ალიქემალმა ეს ამბავი როგორ დაიმალება? ბოლოს და ბოლოს ხომ გამჟღამდება? ალიქემალის შესახებ კაისერიშიც გაიგებენ. ამით რისი თქმა გინდა? ყველას თავი მოგვეჭრება. ესე იგი ყველას ეტყვი. აბა რა ვქნა? ადრე თუ გვიან მაინც გამჟღამდება. ეს თქვენ უნდა მოაგვაროთ. თორემ თავს მოვიკლავ. თავს არ ვიცოცხლებ. ეს ამბავი ძალიან ცუდად დამთავრდება. შეავად მყოფოდა ხომ არ დარეკეს დედა? აჰუ, ქალიშვილი იყო? მამა უკეთაა დედა? კითხვაზე მიპასუხე. მიპასუხე. თუ ასეთი უსინდისო გაიზრდებოდი, ნედა საერთოდ არ დაბადებულიყავი. უნამუსო. ესენი ვინ არიან? ვინ მოსულან? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობა ფერდევს. გამარჯობა. მოვედით ბებია. მიდი, ბებიასთან გაიქეცი.
ძვირფასო. გამარჯობა. გამაჯამთელებას გისურვებ. გმადლობ. რა ლამაზი ყვავილებია. წყალში უნდა ჩავდოთ. ფირდევს ვუთხრეთ. ფირდევს. ქანის მოტანილ ყვავილებს მიხედე. ძალიან ლამაზია, ქან, დიდი მადლობა. მოდი გაკოცო. გინდა შენც მაკოცო. მინდა ბებია. ბებია. ბებია დამიძახე. შენც მაკოცე. მოდი ჩემთან. რა კარგი სურნელი გაქვს. რა კარგია. ონურსაც ასეთი სურნელი ქონდა. ბავშვები მალე იზრდებიან. არა მინდიან. თუ გინდა თქვენთან დავრჩები. დავრჩე დედა. რა თქმა უნდა შვილო. ჩემო ძვირფასო. ფირდევს. გისმენთ ბატონო ონურ? საუზმენლადაა, ძალიან ხშირია. მზად არის ბატონო ონურ, მობრძანდით. წამოდით. მოდი შვილო. ძალიან ლამაზი სახლია ქერემ. მომწონს. საყურებო. მინდა რომ ამ სახლში ბედნიერი იყო. ჩემი ბედნიერება შენი ბედნიერებაა ქერემ. შენთან ერთად მეც ბედნიერი ვიქნები. ქერემ, ამ საღამოს ქალბატონ სეველთან წავიდეთ. ამ საღამოს? ხო, გთხოვ. ბენო. ქერემ, გთხოვ. ხომ ვილაპარაკეთ ამაზე. დედა შენს აქვს უფლება რომ ჩვენი ბედნიერება გაიზიაროს. კარგი, დაურეკე და უთხარი რომ საღამოს მივალთ. კარგი? კარგი. ქალბატონო ჰალე, სახლი მოგვეწონა. ისეთია როგორიც გვინდოდა. გვინდა რომ სწრაფად გადმოვიდეთ. კარგი ბატონო ქერემ, მაშინ საბუთებს მოვაწესრიგებ. მადლობთ. არაფერს. საღამოს გცალიათ. გვატემალას მთებში მოყვანილი არაჩვეულებრივი სურნელოვანი და გემრიელი ყავა მელექისთვის. მელექ, ეყოფა. ძალიან მწვანეა ბურაკ. სირცხული არაფერია. მოჩაღ ბურაკ. კარგი ყავა გამოგსვლეო. ბურაკ, მართლა ფიქრობ რომ უნამუსო და ამორალური ქალი ვარ? არა. რომ ვიეჭვიანեմ. გაბრაზებულმა გითხარი. თუმცა მართალია. 5 საათზე თქვენობით გელაპარაკებოდი, 9-ზე კი შენთან ვიწექი. ახლა ერთად ვართ. ესე იგი იმ დღეს სულად არ მოგწეულ ვართ. ბევრჯერ შევწდი. ძალიან ბევრი შეცდომა და ვუშვი. მეც ბევრჯერ შევწდი. არ ვიცი რატომ ვიქცევი ასე. ალბათ რაღაცის ან ვიღაცის ჟიბრზე. ვიცი ეს რატომაც ხდება. მამას ვგავარ. როცა არ მიმართლებს, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. რა სისულელია. მაგრამ მართლა ასეა. მთელი ბავშვობა დედა ჩემისა და მამა ჩემის ჩხუბს ვუყურებდი. მამა დედას ღალატობდა, დედა მამის გამო სმა დაიწყო. ცუდია. თუ ასე რთულია რომ ბედნიერი იყო. არ ვიცი. ალბათ რთულია. რა კარგი მადა გაქვს ქან. თვალი არ ეცეს. აგა ეხსნა მადა სახლში არაფერს ჭამს. აქ უფრო ხშირად მოვიდეთ, კარგი შვილო? კარგი იქნება თუ მოხვალთ. კან, საუზმობა თუ დაამთავრე, შეგვიძლია წავიდეთ? გემრიელად მეერთვით. რა სიტყვი? წავიდეთ. უკვე მიდიხართ? მე და ქანი წავალ დედა. ქანის სკოლაში დღეს ბავშვებმა ხეები უნდა დარგონ. ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ოჯახ. კარგია.
ჩვენ დღეს რა გავაკეთოთ? შენ რჩები? დარჩები თუ წინააღმდეგი არ იქნებით. რას ამბობ, პირიქით ძალიან გამიხარდა. წავიდეთ, უნდა ვიგვიანებთ. მოდი შვილო. ბებია საკოცე? ერთ დღეს ჩემს სახელზეც დარგავქან. დავრკავ. ჩემო საყვარელო. ძვირფას. კან დაემშვიდობე. საყვარელო. დროებით დედა. ნახვამდის დედიკო. ნახვამდის შვილო. ნუ ველოქალ ბატონო ნადიდე, სანერვიულო არაფერია. თქვენი მეუღლე ძალიან ძლიერია, ადვილად გადაიტანს. ბატონი ბურჰანი სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდება სახლში. გმადლობთ ექიმო. მაგრამ ოპერაცია რომ გახდეს საჭირო? ჯერჯერობით ვერაფერს გეყვით, მაგრამ თუ საჭირო გახდება, გავუკეთებთ. ბატონი ბურჰანი სრულფასოვნად იკვებება, სიგარეტს არ ეძევა. ადვილად განკურნებადი პაციენტია. მეტი რა გვინდა? მამა. მამა გთხოვ. წადი აქედან. შენი თანახმა აღარ მინდა, წადი. ცოტა ხანში სტენდირებას გაიგეთებთ ბატონო ბურჰან. ნუ ველავთ, ნახავთ რა კარგად იქნებით. წადი აქედან. ხმაური რომ გავიგონე, მაშინვე წამოვხდი. და რას ხედავ, ბიძია ბურჰანი ძირს გდია. ვიფიქრე დავიყურებ მეთქი, მაგრამ პირიდან ხმა არ ამომივიდა. კი, მაგრამ შუაღამისას რატომ ეღვიძა? არ ვიცი, წრის დასალევა დადგა. მე და ბიცოლამ წამოყენება ვცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით. ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა. ბატონო ალიქემალ. ძალიან წუხარ. ახლა როგორაა? სტენტირება უნდა გავუკეთო. საავადმყოფოში რატომ არ დარჩით? თუ რამე საჭირო, ახლავე გავაკეთებ. წამოვწვევე. მთელი ღამე ბიძია ბურჰანთან იყო საავადმყოფოში. გადაიღალა. ცოდო. აიშე, ბატონი ალიქემალი ასეთი განადგურებული არასოდეს მინახავს. ალბათ მამამისის გამოძახს. მიკვირს, თურმე გული ხონია. რამდენს ლაპარაკობ? ყველაფერზე შენი აზრი უნდა გამოთქვა, წამოდი. ღმერთო. ჩემი შვილი როგორ უნდა წაიყვანონ დედა? ასეა საჭირო შველა. რთულია, მაგრამ ვერ შევძელი ჯანსე. რასაც შეგპირდი ვერ შევასრულე. მაპატე. იამან, შვილო ასე ნოიქცევი. მე წავტირდები ახლა. ბატონ ბურჰანს დაურეკავ. დაურეკე მამა. რაც არის არის. წაიყვანონ ჩემი შვილი. ალო, ბატონ ბურჰანს თხოვე თუ შეიძლება. მე მისი მეუღლე ვარ, ვინ ბრძანდებით? მე ქადირი ვარ, იამანის მამა. ბავშვი იპოვეთ? იამანის სახლში დაბრუნდა. ბავშვიც კარგადაა. მინდოდა ბატონი ბურჰანისთვის მეთქვა, თუ სალია დაველაპარაკები. ბატონი ბურჰანი ახლა საოპერაციოში ყავთ შეყვანილი. ცუდია. რას ამბობთ? გულის პრობლემა აქვს? ინფარქტი დაემართა. გამოჯანმრთელება სუსული. ახლა როგორა? იმედია კარგად იქნება. ბატონო ქადირ, ახლა ბავშვის დასაყვანად ვერ მოვალთ.
ცოტა ხანს რომ გვადროვოთ თუ შეიძლება. ძალიან მწუხვარ. რას ბრძანებთ ხალბატონო? უმუთი კარგადაა, ძალიან კარგად. როცა ბატონი ბურჰანი გამოჯანმრთელდება, ბავშვს მაშინ მოგიყვანთ. კარგი. კარგი. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გმადლობთ ბატონო ქადირ, გმადლობთ. ბატონ ბურჰანს ოპერაციას უკეთებენ. ბავშვს დღეს ვერ წაიყვანენ. ესე იგი უმუთი ჩვენთან რჩება? მხოლოდ ცოტა ხნით შვილო. სანამ ის კაცი გამოჯანმრთელდება. დედა. უმუთს პაპა აღარ აქვს. წავალ ვუყიდე. პამპერსი არის დედა. ეს ხე მალე გაიზრდება. ეგომ. კან. მე და მამა ხეების დასარგავად მოვედით. მეც. გამარჯობა. გამარჯობა. გაიცანი ბეგუმ, ეს მამა ჩემია. ბეგუმ, რა ლამაზი გოგო ყოფილხარ? შენ და ქანი ახლო მეგობრები ხართ არა? დიახ. სასკოლო ღონისძიებაზე ერთად უნდა ვიცაკვათ. მართლა? კან, ბეგუმი ჩვენთან დაპატიჟე. ერთად ითამაშეთ. კარგი? კარგი. კარგი იქნება. გამარჯობა ბატონო ონორ. გამარჯობა. წარმატებას გესურვებთ. დავფიქრებლად მოვიქეცი შახრაზად მაპატი. მაპატიეთ, მაგრამ ვერ მივხვდი რას გულისხმობთ. ალბათ კანთან ერთად გინდოდა ხეების დასარგავად წასვლა. შენ კი ჩემ გამო სახლში დარჩი. არა. რას ბრძანებთ? მე თქვენთან დარჩენა მინდოდა ქალბატონო ფერიდე. მთელი კვირა დღე ჩემთან ერთად გაატარე. გმადლობ. თუ საქმე გაქვს, არ მოგერიდოს. არ მინდა ხელი შეგიშალო. როცა გინდა შეგიძლია წახვიდე. არ მეწყინება. ჩემთან ყოფნა არ გინდათ? რას ამბობ პირიქით? ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ ასეა, სხვაგვარად ნუფიქრობთ. დღეს რა კარგი ამინდია. ხო, ახალგაზრდებისთვის არაჩვეულებრივი ამინდია. სადმე წავიდეთ? რა სიტყვით? წავიდეთ? ხო? გმადლობ. შენ წადი გაიზეირნე. ქალბატონო ფერიდე, ერთად წავიდეთ. ცოტა გავისეირნოთ კაფეში დავსხდეთ და რამე დავლიოთ. არა, არ მინდა. გთხოვთ, ნუ მაწყენინებთ. შახრაზად გთხოვ. თუ წასვლა გინდა წადი, მე არ მინდა წამოსვლა. ჩემი ხათრი საერთოდ არ გაქვთ. სულ ნახევარი საათით. გარეთ არაჩვეულებრივი ამინდია. ამ ხეს ვის სახელს ერგავ? ისინის. ისინის? ისინი ვინ არის? შენი მეგობარია? ხო. ისინი ავადაა. ავადაა? რა დაემართა? ლეიკემია აქვს. ჩემსავით. ისინი სკოლაში გაიცანი? არა. საავადმყოფოში გავიცანი. საავადმყოფოში რატომ იყავით? სიცხე მომიწია. მე საავადმყოფოში წავედით. დედა ძალიან შეეშინდა. გული წაუვიდა. გული წავიდა? როგორ? ბულანჟერიაში გული წაუვიდა. ნამცხვრის საყიდლად შევედით. მეგონა მოკვდა. ძალიან შემეშინდა. შემოძვირფას. მე რა მოხდა? არაფერი. ვიღაცა მექიმს დაუძახა. მაგრამ დედა მერე გონზე მოვიდა. და სახლში ტაქსით დავბრუნდით. დედას გული კიდევ წაუვიდა? არა, კარგად იყო. შენზე რა თქვა ექიმმა? მე კარგად ვარ. გამოჯამრთელდი, მაგრამ ისინი ვერ გამოჯამრთელდა. მოდი ჩემთან. ავად აღარასოდეს გახდები. ნუ გიშინია, კარგი? კარგი. მოდი ჩემთან. შვილო. ისინიც მალე გამოჯამრთელდება. მოდი. გავაგრძელოთ ხეების დარგვა. ამის მერე ბებია ფერიდე სახელზე დავრგოთ, კარგი? კარგი. ნიჩა ბეიღე და მიწა მეაყარე. ბატონო ბურჰან, ხომ გარეთ ხართ?
ჩვენი პაციენტი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ერთ სისხლძარღვშვის სტენტი ჩაუსვით და პრობლემას მარტივად გადავჭერით. მადლობა ღმერთს. გმადლობთ. დღეს არ დარჩით. თრომბის საწინააღმდეგო ძამას დაგინიშნოთ. ზედმეტი მოძრაობა გეკრძალებათ. ნუ ღელავთ. სახლში გაწევის შემდეგ 2 კვირა აუცილებლად უნდა დაისვენოთ. კვების რეჟიმს მიაქციეს ყურადღება. სპეციალური დიეტა შეგიდგინეთ. ბატონო ბურხან, თქვენთვის ნერვიულობა და სტრესი არ შეიძლება. გაითვალისწინეთ. რა თქმა უნდა. თუ თავს კარგად მიხედავთ, პრობლემა აღარ ექნებათ. გმადლობთ. 2 საათში ისევ შემოვივლი. თავს გაუფრთხილდით. გმადლობთ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მადლობა ღმერთს, ბატონო ბურხან. ის ამბავი როგორ გადაწყდა ქალბატონო ნადიდე? ალი ქემალს დაელაპარაკე? ახლა ამაზე ლაპარაკის დროა, ბატონო ბურხან. ამ სირცხვილს რა უყოთ, ქალბატონო ნადიდე? მდგომარეობა როგორ გამოვასწოროთ? გაჩუმდი, ბატონო ბურხან. ღმერთო, ვიცი ძალიან დიდი ცოდვა მაქვს. მაგრამ ასე მწარედ, რატომ მას ღვევინებ? ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. შენს ჯანმრთელობაზე იფიქრე. მე მჭირდები, ბურხან. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. არ შემიძლია. მე უშენოდ ვერ გავთვლებ. მობრძანდით, ბატონო ქან, მობრძანდით. გამარჯობა ფირდეს. ჩვენები სად არიან? სასეირნოდ წავიდნენ. სად წავიდნენ? არ ვიცი, არ უთქვამთ. გასაგებია. მოდი ქან. დეიდა ფირდევსი ხელებს დაგმას, კარგი? კარგი. ეს გამომართ. დამცხრები გამოგიცხვე. შენთვის პორტოხლის წვენიც მზად მაქვს. თუ დაიღალეთ, ცოტა ხანს დავსხდეთ. ხო, ცოტა დავისვენოთ, დავიღალე. მგონი უკმაყოფილო ხართ. ნეტა ვარ დამეძალებინა თქვენთვის გარეთ გამოსვლა. რას ამბობ? მართლა შესანიშნავი ამინდია. სულელურად გამომივიდა. ეს ხომ ის ხიდია, რომელსაც წლებია თქვენი აივნიდან ხედავთ. თუ გნებავთ, სახლში დავბრუნდეთ. შაჰრაზად, მოპატიე თუ გაწყენინე. რას ბრძანებთ? რა თქმა უნდა არ მწყენია. მე დაგაძალეთ. მეგონა გესიამოვნებოდეთ. მეც მინდა რაღაც მახარებდეს, მაგრამ არ გამომდის. თითქოს ცხოვრება მომბეზრდა. ასეთი ლაპარაკით ძალიან გვტკენთ გულს. არ მესმის, რატომ ხართ ცხოვრებაზე გულგატეხილი, ქალბატონო ფერიდე? მტკივნეულ თემას შეეხე, შაჰრაზად. ძალიან გვიან მივხვდი, რომ სულ ტყუილად მიცხოვრია. ჩემს ცხოვრებაში ღირებული არაფერია. მიზეზი ონორის მამის სხვა ქალთან წასვლა? ასეა? ეს საკმარისი არ არის? ოდესმე საკუთარი თავის ხვის ადგილას დაგიყენებიათ, ქალბატონო ფერიდე. ალბათ არ იცით, რას ნიშნავს ადრეულ ასაკში ახლობლების გარდაცვალება. ალბათ არ ქონიათ შვილის დაღუპვის შიშით გამოწვეული უძილო ღამეები. სიცოცხლე ღმერთის უდიდესი საჩუქარია და უნდა დააფასოთ. ონორი რომ ყავთ, განა ეს ბედნიერება არ არის? დღეს ჩემმა შვილმა ბებია დაგიძახათ. მე და ონორი დავქორწინდებით. იქნებ საკუთარმა შვილიშვილმაც მალე დაგიძახოთ ბებია. ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს? შვილიშვილს ხელში რომ დაიჭერთ, ეს არ გაგაბედნიერებთ? მაპატიეთ, თქვენთვის ამის თქმის უფლება არ მქონდა. შაჰრაზად, შენ ყოველთვის ასეთი პირდაპირი ხარ? მაპატიეთ, ქალბატონო ფერიდე. ბოდიშს რატომ მიხდი? მართალი ხარ. ასეთი სიტყვების მოსმენა ჰაერევით მჭირდებოდა. მაპატიეთ, ქალბატონო ფერიდე, ზედმეტი მომივიდა, ვწუხვარ. შაჰრაზად, შენ მე გამომაფხიზლე. ადამიანებს რა არ გადახდენიათ თავს.
შენც რამდენი ტკივილი გადაიტანე. მე კი ვბედავ და გაუთავებლად ჩემს ტკივილზე ვწუწუნებ. კარგი, მოვეშვათ ამ თემას. ორი სიმითი მომეცით თუ შეიძლება. ახლავე. უკან რომ აწყვია ისინი მომეცით. სახლშიც ხომ არ წავიღოთ? წავიღოთ. 5 წელი მომეცით. რა ღირს? კარგი. რამდენი უნდა გადავიხადო? 3 ლირა. ინებეთ. მადლობთ. რა სურნელია? მობრძანდით ბატონო ქან, მობრძანდით. გამარჯობა ფირდეს. ჩვენები სად არიან? სასეირნოდ წავიდნენ. სად წავიდნენ? არ ვიცი, არ ვთქვამთ. გასაგებია. მოდი ქან. დეიდა ფირდევსი ხელებს დაგმას, კარგი? კარგი. ეს გამომართ. დამწყრები გამოგიწვე. შენთვის პორტოხლის წვენიც მზად მაქვს. თუ დაიღალეთ, ცოტა ხანს დავსხდეთ. ხო, ცოტა დავისვენოთ, დავიღალე. მგონი უკმაყოფილო ხართ. ნეტა ვარ დამეძალებინა თქვენთვის გარეთ გამოსვლა. რას ამბობ? მართლა შესანიშნავი ამინდია. სულელურად გამომივიდა. ეს ხომ ის ხიდია, რომელსაც წლებია თქვენი აივნიდან ხედავთ. თუ გნებავთ, სახლში დავბრუნდეთ. შაჰრაზად, მოპატიე თუ გაწყენინე. რას ბრძანებთ? რა თქმა უნდა არ მწყენია. მე დაგაძალეთ. მეგონა გესიამოვნებოდათ. მეც მინდა რაღაც მახარებდეს, მაგრამ არ გამომდის. თითქოს ცხოვრება მომბეზრდა. ასეთი ლაპარაკით ძალიან გვტკენთ გულს. არ მესმის რატომ ხართ ცხოვრებაზე გულგატეხილი ქალბატონო ფერიდე? ტკივნეულ თემას შეეხე შაჰრაზად. ძალიან გვიან მივხვდი, რომ სულ ტყუილად მიცხოვრია. ჩემს ცხოვრებაში ღირებული არაფერია. მიზეზი ონორის მამის სხვა ქალთან წასვლა? ასეა? ეს საკმარისი არ არის? ოდესმე საკუთარი თავის ხვის ადგილას დაგეყენებიათ ქალბატონო ფერიდე. ალბათ არ იცით, რას ნიშნავს ადრეულ ასაკში ახლობლების გარდაცვალება. ალბათ არ ქონიათ შვილის დაღუპვის შიშით გამოწვეული უძილო ღამეები. სიცოცხლე ღმერთის უდიდესი საჩუქარია და უნდა დააფასოთ. ონორი რომ ყავთ, განა ეს ბედნიერება არ არის? დღეს ჩემმა შვილმა ბებია დაგიძახათ. მე და ონორი დავქორწინდებით. იქნებ საკუთარმა შვილი შვილმაც მალე დაგიძახოთ ბებია. ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს? შვილი შვილს ხელში რომ დაიჭერთ, ეს არ გაგაბედნიერებთ? მაპატიეთ, თქვენთვის ამის თქმის უფლება არ მქონდა. შაჰრაზად, შენ ყოველთვის ასეთი პირდაპირი ხარ? მაპატიეთ ქალბატონო ფერიდე. ბოდიშს რატომ მიხდი? მართალი ხარ. ასეთი სიტყვების მოსმენა ჰაერივით მჭირდებოდა. მაპატიეთ ქალბატონო ფერიდე, ზედმეტი მომივიდა, ვწუხვარ. შაჰრაზად, შენ მე გამომაფხიზლე. ადამიანებს რა არ გადახდენიათ თავს. შენც რამდენი ტკივილი გადაიტანე. მე კი ვბედავ და გაუთავებლად ჩემს ტკივილზე ვწუწუნებ. კარგი, მოვეშვათ ამ თემას. ორი სიმითი მომეცით თუ შეიძლება. ახლავე. უკან რომ აწყვია ისინი მომეცით. სახლშიც ხომ არ წავიღოთ? წავიღოთ. 5 წელი მომეცით. რა ღირს? კარგი. რამდენი უნდა გადავიხადო? 3 ლირა. ინებეთ. მადლობთ. რა სურნელია? ქერემ, მიდი. არ შემიძლია ბენო. თუ შენ არ შეგიძლია, მე დავაკაკუნებ. კარგი. მობრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ქერემ. გამარჯობა. მომეცით? გამარჯობა. 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 5 წელი. 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 5 წელი
გამარჯობა, ქერემ. გამარჯობა. ბენო, როგორ ხარ? გმადლობთ. ეს თქვენ როგორ ხართ? გმადლობ. ცდილობ კარგად ვიყო. ალბათ გშიათ. სუფრასთან დასყიდით. მობრძანდით. რამდენი რამე მოგიმზადებიათ, რატომ შეწუხდით? უცხოები ხომ არ ვართ? რა თქმა უნდა, უცხოები არ ხართ. დეი და იგივე დედაა უთქვამთ. ხომ ასეა, ქერემ? ასეა. ბაბანე, ბებია, ჩვენ მოვედით. დედან აიო? ბაბუა, სად არის ნიმეთ? ჩემი გოგოები მოსულან. ჩემი სიცოცხლეები. ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? ბიძია ბურჰანი სად არის? კარგად ვართ, კარგად. ისინი, ბატონოგანი, ისინი სად არიან? რა ხდება აიშე? აჰუ მოგიყვებათ. აჰუ, ჩემო ლამაზებო, ძალიან მომენატრეთ. რა ხდება დაო აჰუ? გოგოებო, ბაბუა საავადმყოფოშია. შეუძლოდ გახდა. ჩვენ რომ მივდიოდით, მაშინ შესანიშნავად იყო. ინფარქტი დაემართა. რა? ბაბუა მოკვდა? სიმართლე მითხარი? არა, ნუ ტირი ბურჯუ. ბაბუა ახლა კარგადაა. რამდენიმე დღეში დაბრუნდება სახლში. მაგრამ როგორ, ხომ არაფერი აწუხებდა? გულმა ასე იცის განი. კარგი ბურჯუ, ნუ ტირი. ნუ ტირი. ბაბუასთან მინდა. განი წაგუყვანე ბაბუასთან. ბიძია, ბაბუასთან წაგუყვანე, გთხოვ. კარგი, კარგი. მაგრამ ბაბუა ახლა შეუძლოდაა. მამა. მოდი ბურჯუ. უკეთ. დედა მასალა. მამა, ბაბუა ავად ყოფილა. მისი ნახვა გვინდა. კარგი. ქერემ, ჩვენ ასე შევთანხმდით? ხომ მოვედი, მეტი რა გინდა? ძალიან კონკრეტულად იქცევე. თუ ასე მოიქცეოდე, რისთვის მოვდიოდით? ვერ ხვდები, ბენო? არ შემიძლია. არ გამომდის. ვერ ვიჯერებ. ოჩახ შენ, ოჩახ. ეიუპმა ეს იტალიაში მოგზაურობისას გიყიდა. მაშინ მხოლოდ ერთი წლის იყავი. დღემდე შევინახე, რადგან ველოდებოდი, რომ ერთ დღეს ჩემთან სასიხარულო ამბით მოხვიდოდი. მაგრამ ვატყობ, ამაო ჩემინახავს. ამიერიდან ამის შენახვას აზრი არ აქვს. გამომართვი. თუ გინდა ნაგავში გადაყარე, მხოლოდ ტკივილს მაყენებს. დედა. დედა. სწორედ ახლა ის დრო, როცა ეს უნდა გადმომცე. ამ საღამოს იმისთვის მოვედით, რომ სასიხარულო სიახლე შეგატყობინოთ. მართლა მეუბნები? ბებია გახდები. ქერემ, შვილო, შვილო. საყვარელო, რატომ არ მითხარი? ნიშნულოვანი არაფერი იყო. როგორ თუ არ იყო? გული წაქსვლია. იმიტომ წამივიდა, რომ უზომოდ გადაღლილი ვიყავი, მაგრამ ახლა კარგად ვარ, მართლა კარგად ვარ. კონდურ, ნუ ღელავ. მოდი ჩვენ. მოდი. რომ ცოდნა და როგორ გაწყენინე. ნუ აზრიადებ საყვარელო. ყველაფერმა ჩაიარა. ქალმა რომ მითხრა დედა ცუდად გახდაო, მეგონა მოვკვდებოდი. ხოლ ექიმთან წავიდეთ, გავიგოთ გული რატომ წაგივიდა. საყვარელო, კარგად ვარ, მართლა. ცხოვრებაში ერთხელ ყველა შეიძლება გული წავიდეს. რა ჯიუტი ხარ შახრაზად? ხასავით ჯიუტი. რა ვქნა? ხომ მითხარი არ შეიცვალო? ისეთი იყავი, როგორიც ხარო? შახრაზად დავქორწინეთ, მე თუმეტეს თუ ქორწილის გადახდასაც არ ვაპირებთ. მინდა სულ ჩემ გვერდით ხედავდე, სულ ჩემთან იყო.
ama değil mi dede? ბაბო, კარგად ხარ? კარგად ვარ შვილო, კარგად ვარ. Ne zaman dönecek? ბაბო, სახლში როდის დაბრუნდები? ნახოთ. როცა ექიმები გამომწერენ, მაშინ დავბრუნდები შვილო. Çok korktum. ძალიან შეგვაშინე, ბაბო. კარგად ვარ შვილო. ნუ ტირი. განიშენი და როგორ არის? კარგადაა, მაგრამ ძალიან გახდა დეიდან არიდა. მე და ვიცოდეთ როგორ ნანობს. რას ნანობს? ყველაფერს რაც მოხდა. მე და დედასთვის დამეჯერებინა და განქორწინება არ გადამეწყვიტაო. ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრა. ოჯახის დანგრევა რთულია შვილო. რას აკეთებ? ნიმეთს დაიშეს არ სინავთ? მე რა? დასამალი რა გვაქვს? ეგ რას ნიშნავს? მე რა მეშველება? რას გულისხმობ? კაისერიში ვეღარ დავბრუნდები. უნდა დავქორწინდეთ. დავქორწინდეთ? ცოლს ცოტა ხნის წინ გავეყარე. ახლა რომ დავქორწინდეთ, ხალხი რა სიტყვის? ჩემზე რა სიტყვის ხალხი? მე ვინ გამოვდივარ ალიქემა? ასე შუა გზაზე მიპირებ დატოვებას. არა, მაგრამ თუ არ დავქორწინდებით თავს მოვიკლავ. თავს მოვიკლავ. ჩუმადიყავი ნიმეთი გაიგონებს. გაჩუმდი. ასე როგორ შეიძლება? გაიგონოს, ყველამ გაიგონოს. რა თქმა უნდა დავქორწინდებით, მაგრამ ჯერ მამა გამოჯამრთელდეს. თუ არ დავქორწინდებით, იცოდე მართლა თავს მოვიკლავ. კარგი. კარგი, ნუ ტირი. მორჩა, კარგი. Dede kendini... თავს გავფრთხილდი, ბაბოა. თქვენც. Biz yine... ჩვენ ისევ მოვალთ, ბაბოა. დადი შვილო. ბაბუამ უნდა დაისვენოს. გამოჯამრთელებას გისურვებთ, ვიზე ბურჰან. გმადლობ, განი. ადრე დაიძინეთ. Tamam da belki... კარგი, მაგრამ ცოტა ხანს აჰოსთან ვიქნებით. არა. ხვალ სკოლაში უნდა წახვიდეთ. ადრე დაწექით, რომ ხვალ ადრე ადგეთ. კარგი? კარგი. განი, საჭესთან ყურადღებით იყავი. ყურადღებით ვიქნები დეიდან ადიდე. წავედით. ნახვამდის. ნახვამდის. ნადიდე. კიდევ ერთი ბალიში დამიდე. ახლავე. აი? მერტო. ნამდვილი ავადმყოფივით ვარ. რას ამბობ, ბურჰან? დღეს გაგიკეთეს ოპერაცია. კარგად ვარ, კარგად. ბატონი ქადილისგან ხომ არაფერი ისმის? არა. ქალბატონო ნადიდე. ბატონო ბურჰან, ძალიან გთხოვ დაისვენე. გთხოვ. გასაგები, ესე იგი შეგეხმიანა. რა თქვა? მისი ვაჟიშვილი სახლში დაბრუნებულა. მერე? უთხარი ავად არის მეთქი. რომ გამოჯამრთელდები, ბავშვს მოიყვანენ. არ არის საჭირო. ჩვენ თვითონ წამოვიყვანოთ. კარგი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. დაიძინე, კარგი? შაჰრაზადმა გაიგო ჩემი ავადმყოფობის შესახებ. არ მეთქვამს. არ მინდოდა ენერვიულა. კარგად მოქცეულ ხარ. შაჰრაზადის წინაშე ჩადენილმა ცოდვებმა მიწია. ეგ რა შუაშია, ბატონო ბურჰან. ცხოვრება ასეთია. არა. ასეა, ქალბატონო ნადიდე. ცოდვებმა მიწია. შაჰრაზადი არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა. ყველაფერი მაპატია.
დღეს დედა ჩემისთვის ხომ არაფერი გითხოვს. რატომ მეკითხები? ისე უბრალოდ. სახლში ძალიან მხიარული დაბრუნდა. გამიკვირდა. კარგი ამინდი იყო და იმიტომ. არა, ამინდი რა შვეშია. შენ უთხარი რაღაც და კარხაციაზე დადგა. განისგან ახლახან გავიგე ბატონე ბურხანის ავადმყოფობის ამბავი. გამოჯამრთელებას ვუსურვებ. გმადლობ შვილო. არ ინერვიულო, ახლა კარგადაა. განიმ რომ მითხრა ინფარქტი აქვსო ძალიან შევშინდიკი, მაგრამ ასე უცებ რა დაემართა. ჩვენც ვერ გავიგეთ შაჰრაზად. ყველაფერი გაუკეთდა. სტენდიც ჩაუდგეს. უკვე სახლში გამოწერეს. ძალიან შეგვაშინა შვილო, მაგრამ ახლა კარგადაა. ძალიან მიხარია რომ კარგადაა. შეიძლება მოვინახულო? რა თქმა უნდა შვილო, როცა გაგიხარდება. კარგი. კანს წამოვიყვან დაახლავე წამოვალთ. შაჰრაზად, ნუ შეძუხდები შვილო. რას ბრძანებთ? ბატონ ბურხანს კანის ნახვა გაუხარდება. კარგი ნახვამდის. ქალბატონი ნადიდესგან ცოტა არ იყოს მეწყინა. როგორ არ მითხრა? ჩვენც არაფერი ვიცოდით და ოშაჰრაზად. სახლში რომ დავბრუნდით, მერე გავიგეთ. სხვა შემთხვევაში ვერც გავიგებდით. მიხრიბან. კანთან ერთად ბატონი ბურხანის მოსანახულებლად მივდივარ, თუ შეიძლება ოფის ყურადღება მიაქციე. კარგი შაჰრაზად, ყველაფერს მივხედავ. კარგი, ნახვამდის. დღეს შაჰრაზადი გვესტუმრება. მართლა? კანსაც მოიყვანს? ხო, მოიყვანს. კარგია. ბაბუა, კარგია? კარგია შვილო. ბაბუა, სტენტი რა არის? სისხლძარღვებიდან ერთ-ერთი შევიწროვდა. და იქ პატარა მილი ჩადგეს, რომელსაც სტენტი ქვია. ბაბუა, რამე რომ მოხსოვდა, ვერ გადავიტანდით. ბავშვებო, სკოლაში რატომ აგვიანებთ? დღეს სკოლაში არ მივდივართ, შენთან დავჩებით ბაბუა. რას ამბობთ შვილო? მე კარგად ვარ. თან ბებიაც სახლშია. მე რა ბაბუა, ჩვენ მაინც შენთან გვინდა ყოფნა. ხო. თქვენ სკოლაში უნდა წახვიდეთ შვილო. ზადით ისწავლეთ, თქვენი წარმატება ძალიან გამახარებს. გაიქეცით. ბებია, გთხოვთ, დღეს სკოლაში არ წავალთ, გთხოვთ. ბატონო ბურხან, კანის ხათრით. ბავშვებს სკოლაში ნუ გავუშვებთ. ბაბუა, გთხოვთ. კარგი. ხუჩებაც ვიმუშავე, პარასკევს ვიმუშავე, შაბათსაც ვიმუშავე, დავიღალე, კმარა. დავიღალე, გესმის? ცოტა, ამომასუნთქე, მამა. რა ქნა შვილო? ვერ ხედავ, ფულს ზრივს ვშოულობთ. ფული არა. მაგისტვის კარგად შოულობ, მამა. ორი ბოთლილუდის ფული გავამდიდრებს. კარგი რა შვილო. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ამ მაღაზიაში გავატარე, მომბეზრდა, მამა. სხვა საქმე იპოვე. სხვა საქმეს ვერ ვიწყებ შვილო. რა გავაკეთო? რა თქმა უნდა, ვერ დაიწყებ. შენ ერლოდ საქმეს ვინ დააწყებინებს? ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. კარგად უნდა მოვიფიქროთ. ერთი მეგობარი მყავდა. ბადნეულის საქმეში კარგად ერკვეოდა. ბერლინში ერთად ვსწავლობდით. დაურეკავ მოვიყვანოთ. სამთო მრეწველობა ჰოლდინგ ბინეაფის დიდ წარმატებას მოუტანს ონურ. ქერემ, ძალიან მაგვირვებ. მეგონა ეს ამბავი არ დაგაინტერესებდა. ვერ ვიჯერებ. ონურ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. დიდი ხანია შენთან არ მისაუბრე. არის რამე რაც არ ვიცი. არის. თან ბევრი. დედა ჩემს ვესტუმრეთ. სევალს გულისხმობ. მართლა? თურმე ბავშვის გაჩენა ბევრს არაფერს ნიშნავს, ვინც გაგზარდა დედაც ისაა. მიხარია მას რომ ეხდი ქერემ, საწყალი ხალით ყოლა და ნერვიული. არ ვიცი რა დამემართა ონურ. ყველას გაწყენინათ. შენს, შაჰრაზადსაც, ბენუსაც. კარგი. დავივიწყოთ ქერემ. შემოდით.
Buyurun efendim. ინებით. მადლობა. Afiyet olsun. შეგერგოთ. Dünya yansır. ყველაფერი რომ დაიწყო, შენ მაინც არ გენაღვლება, არა, მამა? რა გამოჩნია რომ დამეწოს? ხო, ერთი უგუნური შვილის გარდა. პიზიასე მიყავა ინებეთ. მადლობ ჩილო. ოღონდ ფული წინასწარ გადამიხადეთ. ხო არ გავფრიარ ჩილო, რა მოხდა? სეზენ, თქვენმა ვალმა უკვე 70 ლირას გადააჭრა. ჩემი პარტნიორი უფულოდ აღარაფერს იძლევა. მომშორდი, ახლა ნერვები არ მომიშალო. სემი პიზია, 2 ლირა მომეც. სიცხვილეა შვილო. მეზობლები ვართ. მიეცი 2 ლირა. Yok. არ არის. სალაროში ერთი ქურუშიც არ არის. ვერ გავიგე, ანაირი შვილი ხარ. თუ არ მოგწონვარ, ჩემს მამობაზე უარი თქვი. სულაც არ ვინერვიულებ. რა მომართი, მაგრამ ხურდა მომიტანა. სეზენ, ეს რა არის? ვიღაც კაცი მოვიდა და გიკითხა. ჰოლდინგ ბინიაფის დამფუძნებელი ვარო. ახლა დავურეკავ. იქნებ საღამოს ჩემი მიწოვა უნდა. ო, დაურეკე. შენ ხომ ცნობილი მომგდარალი თარკანი ხარ. Allah. ნეტავ დავალიანების გამო ეგ ტელეფონი გაგეთიშოს. ძალიან გამიხარდება. სავალო ვიმუშავებ. მომართლა. ბენუ ფეხმძიმედაა. რა? სასიხარულო ამბები ბოლოსთვის შემოგინახავს ქერე. მოდი მოგილოცო. გილოცავ მეგობარო. მადლობა. რა საოცარი განცდა ყოფილა ონორ. მომიყევი, როდის გაიგე? დედასეული რას ამბობს? ერთი წუთი. ისმენთ. ალო? ისმენთ. გამარჯობა, ქერემ ინჯეღლო. დიახ. იგითხი ვართ, სავიზიტო ბარათი დაგიტოვებიათ მაღაზიაში. მე გიტარისტი და კომპოზიტორი, სემი ჰოლშენერი ვარ. 15 დღიან ტურნეში ვიყავი ისტანბულში, ახლა ხან დავბრუნდი. თქვენი ბარათი ჩემმა შვილმა გადმომცა. მოკაცრავად. მოგვიანებით დაგირეკავთ. ქერემ. ხომ კარგად ხარ? ვინ დაგირეკა? მამა ჩემმა. მამა შენმა? მოდი. იზია ვიღაცა, თუ დალაპარაკება არ შეეძლო სავიზიტო ბარათს რატომ მიტოვებდა? რა მოხდა? თარკან შეუთანხმდნენ? თუ საქმე აქვს თვითონ დამირეკოს. ქერემ, რატომ არ დაელაპარაკე? ამდენ ხანს ეძებდი, ძლივს იპოვე. არ ვიცოდი რა მეთქვა ონორ. ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდე. არ ვიცი ალბათ, პირისპირ შევხვდებოდი. რომ შევხვდე რა უთხრა ონორ. ახლა ხან გავიგე რომ შენაირი ნაძირალაშვილი ვარ მეთქე. ერთი კვირის ვიყავი დედა ჩემი შენ გამო ფანჯრიდა რომ გადახდა მეთქე. თავს დამნაშავედ გრძნობ თუ არა მეთქე? ეს ვკითხო. ჩემი აზრით ეგ ყველაფერი გულახდილად უნდა უთხრა და ამ თემას აღარასოდეს დაუბრუნდე. ნეტავ ასეთი ადვილი იყოს ონორ. Dede. ბაბუა! კან, შვილო, შილანელა ბაბუს რამე არ ატკინო. არაფერი მომივაშა ხარაზად ნუ გეშინია. Hoş geldin. გამარჯობა კან. როგორ ხარ კან? კარგად. ბაბუა სანახავად მოხვედი შვილო. ხოჩახ. გამონჯამთელებას გიხართ ბატონო ბურხან. მადლობა ღმერთს, კარგად ვარ შაჰრაზად. ყველაფერი მშვიდობიანად გადავიტანე. გამონჯამთელებას გისურვებთ. გმადლობ შვილო. გმადლობ. Merhabalar. გამარჯობა. ქალბატონი სეზენი ბრძანდებით? დიახ, მე ვარ, გისმენთ.
გამარჯობა. ადვოკატი ჰადიე დემირი ვარ. თორჯან მიუზიკის ვალი უნდა გადაიხადოთ. ამისთვის მოვედით. თორჯანის ადვოკატი ბატონი ნაჯი იყო. რამე შეიცვალა? ბატონი ნაჯი სამსახურიდან დაითხოვეს. ერთი წუთით ვერაფერი გავიგე. დავალიანებას თუ არ გადაიხდით, ყველაფერს ყადაღას დავადებთ. ძალიან გთხოვთ ეს არ გააკეთოთ. თქვენი სახელი შემახსენეთ? ჰადიე დემირი. ქალბატონო ჰადიე, ძალიან გთხოვთ ეს არ გააკეთოთ. სხვა გზა არ მაქვს ქალბატონო სეზენ. გმადლობთ. გებრიელად მიირთვით ქალბატონო შაჰრაზად. შეიძლება ქანი დღეს ჩვენთან დარჩეს? დედა შეიძლება დავრჩე? ბაბუა შეეწუხებს შვილო. რას ამბობ შაჰრაზად? დარჩეს. დარჩე შვილო. საღამოს ხომ მაინც უნდა მობრძანდეთ ბატონო ნურთან ერთად. ხო დედა, გთხოვ. კარგი შვილო. რა კარგია? კან გებრიელი ორცხობილა გამოვაწყე ხომ შეჭამ? შევჭამ. მოდი, გოგოებო თქვენც მოდით? შაჰრაზად. როგორ გამახარე ქანი რომ მოიყვანე შვილო? ძალიან მენატრებოდა. გმადლობ. რას ამბობთ? ქანსაც ძალიან ენატრებოდით. გაუხარდა რომ უთხარი ბაბუასთან მივდივართ მეთქი? ჩემო სიცოცხლე. მეც გამიხარდა კარგად რომ ხართ ბატონო ბურჰან. გმადლობ შვილო. ვცდილობ კარგად ვიყო. ბატონი ონორი როგორაა? კარგად არის, გმადლობთ. მოკითხვა გადმოგცათ. საღამოს ერთად მოვალთ. გმადლობ შვილო, გმადლობ. ძალიან გამახარებთ. თქვენთვის რაღაცის თქვა მინდოდა. მე და ონორმა დაქორწინება გადავწყვიტეთ. დღეს ხელმოწერის თარიღი უნდა შევათანხმოთ. როგორც იქნა სასიხარულო ამბავიც გავიგეთ ქალბატონო ნადიდე. ხო, ღმერთმა დაგლოცოთ შვილო. ბედნიერად და თკვილად გეცხოვროთ. გამიხარდა შაჰრაზად. ძალიან გამიხარდა. ღმერთმა დაგლოცოთ. ქორწილს როდის იხდით? არა, ქორწილს არ გადავიხდით. მეშინია იგივე არ განმეორდეს. ღმერთმა დაგვიფაროს. ფულს თუ მოაგროვებთ და გადახდა შეძლებთ, ნივთები შეგიძლიათ წაიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 დღის შემდეგ ნივთებს აუქციონზე გავიტანთ. ქალბატონო ჰადია, ჩვენ ბატონ ნაჯი შევუთანხმდით. შევპირდი რომ 5 შაბათამდე გადავიხდიდი. იცით დამთანხმდა. ძალიან გთხოვთ. ნუ დააყადაღებთ. დამეჯერეთ თქვენი დახმარება არ შემიძლია. 15 დღე გაქვთ იმისთვის რომ თანხა გადაიხადოთ. მაგრამ მაღაზიამ ეს 15 დღე როგორ იმუშაოს? რა გავყიდო? მამა, სად მიდიხარ? გულს მოვიდან. ნახევარ საათში ფული დავრუნდები. რა თქმა უნდა. ნახევარ საათში ერთი ტომარა ფულით დაბრუნდები. ელა. ხილად დაალაგეთ. რომ რამე არ მოუვიდეს. ვეღარ გავყიდით. რა ხდება აქ? ნივთებს წესიერად მოეპყარით. რადგან ყადაღასადებთ ასე უნდა დალეწოთ? ალბათ ძალიან კმაყოფილი ხართ ქალბატონო ჰადიე. თქვენი წყალობით მაღაზია დავკეტეთ. ეს თქვენი პრობლემაა. დავალიანება 2006 წლის 5 აგვისტოდან გერიცხებათ. ჩემმა კლიენტმა კიდევ კარგად გაძლო. რა ხდება? დავიკეთეთ მეგობარო. ვერ ხედავ? ნივთები გააქვთ. თუ რომელიმე მოგწონს, მალე აუქციონზე გაყიდიან და იქ შეგიძლია იყიდო. ქალბატონო ჰადიე, გემუდარებით შეაჩერეთ. წუხარ. ფაქიზად მოეპყარით ნივთებს. ქალბატონი სეზენი მართალია. ნივთებს ყადაღა უნდა დაადოთ? დიახ. ბალს გადავიხდი, შეჩერდით. ქალბატონო სეზენ, კომპიუტერს ვტოვებ. როგორც ჩანს ვერ გამიგეთ. ბალს გადავიხდი მეთქი. რა? რამდენია? 35,000 ლირა. გასაგებია. ჩეკს ახლავე გამოწერ. ჩეკს? მე ქერე მინჯეოღლო ვარ.
პენიაფი ჰოლდინგის მეპატრონე. კი, მაგრამ როგორ? უთხარით ნივთებს ძველი ადგილსამყოფელი დაუბრუნონ. ვალს ნახტ პულზე გადავიხდი. ბანკში დარეკეთ ექვივალენტი გაიგეთ, აქ ელოდებით. შემიხვიძია რა მოხდა? თქვენზე გავიგეთ მსოფლიო ტურნეშიაო. შენ საქმეს მიხედე შულა. ახალი კომპოზიცია არ დაგიწერიათ? რატომ მეკითხები? შენს ხორცლში ხომ არ აპირებ დაგვრას? უკვე მორჩით? მორჩით. ინაბეთ. გმადლობთ. ნახვამდის. კი, მაგრამ რატომ გადაიხადე? ჩვენ გარ აგინდა. რა უნდა მინდოდეს? ჩვენი ვალე რატომ გადაიხადე? რის მიღწევას ცდილობ? ერთი კეთილი ბიჭი ვარ. ძმაო, გიჟი ხარ? სრულ ჭკუაზე არ უნდა იყო. რა სიკეთეზეა საუბარი? დღეს რომელი ნორმალური გამოგიწეს 35,000-ის ჩეკს. ამას რაღაცის გამოაკეთებ. მითხარი რატომ? მე არ მესმის. მიდი, მითხარი. სეზონ შეიძლება რაღაც კითხო. აი, დაიწყო. მიდი მკითხე. შენ ძმა გყავს? ეს უნდა გეკითხა? ნუ, მითხარი გყავს? არ მყავს. დედა? ნეტა მყავდეს. 5 წლის წინ გარდაიცვალა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ესე იგი შენ ჩემსავით ობოლი ხარ. კი, მაგრამ საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მოხვედი და ობლებს დახმარებას უწევ. ნახვამდის. სად მიდიხარ? მოიცადე, გაჩერდი. მოიცადე. ქანი ბაბუასთან დარჩა? ხო. ბიძაშვილები ძალიან უყვარს. თხოვა დავრჩებიო და მეც უარი ვერ ვუთხარი. კარგია, დარჩეს გაერთობა. იცოდი რომ ბენო ფეხებზე მეტიყო. ვიცოდი? მე რატომ არ მითხარი? ბენო მითხრა არავის უთხრაო. ჩემზეც თქვა? ხო, შენზეც. კარგი. მაშინ არც მე გეტყვი, ქერემმა რა მითხრა? რა გითხრა ბატონმა ქერემმა? არ გეტყვი. ონორ გთხოვ. აი ქერემი რეკავს. გისმენ ქერემ. ონურ. ონურ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. რა მოხდა? იასემინ. რა მოვიდა იასემინს? ონორ თავს ნუ დაიდანაშაულებ. არ შემიძლია. რომ ცოდნა და ასე მოხდებოდა იასემინს უფრო თავაზიანად მოვიყვებოდი. მაგრამ არ იცოდი. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. გთხოვ დამშვიდი. კარგი. დამირეკე, კარგი? რა თქმა უნდა დაგირეკავ. კარგი. უმერთო. რა უცნაურია, მერთმა როგორ ჩანს სიზმარში მნახა. ალო მერთ. მოკითხვა გადაეცი. რა ხდება დილიდან ძმაო? ალბათ მეხუმრები. სერიოზულად? ნუ მეხუმრები. რა მოხდა? კი, მაგრამ როგორ მოხდა? რა სამბობ? რა მოხდა მითხარი? კარგი, მადლობ მეგობარო რომ შემატყობინა. იასემენი გარდაიცვალა. რომელი იასემენი? ბატონი ონორის მეგობარი? დივის ჰოლდინგიდან? ნუ სულელოფის ხომ ახალგაზრდაა? ხო, მაგრამ როგორ გარდაიცვალა? წამოდი. უნდა მივსამძიმრო? აუცილებლად უნდა წავიდე, კარგად ვიცნობდე.
ხედავ სადღაც გეჩქარებათ ბატონო ბურაკ. ამჯერად ვისი ცხოვრება უნდა დაანგრიო? აქ რა გინდა? ძალიან გაგიკვირდა? გეგონა ამერიკის ციხეში ვიჯდებოდი და იქ ჩავლპებოდი? რა ხდება ეს ქალი ვინ არის? რა ციხეზე მელაპარაკები? ციხეში იყავი? ისე ნოიქცევი თითქოს არ იცი. ჩვენი ვრად იცი შენ გამო ციხეში რომ მოხვდი. ბურაკ რას ამბობს ეს ქალი? ნუ სულელობ ციხის შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი. რა მოხდა? მითხარი, რატომ დაგაპატიმრეს? რატომ დამტოვე და გაიქეცი? რა გაქცევაზე მელაპარაკები? მეხსიერება დაკარგი ბურაკ? მოსულელობ. შენ წადი, მე კი ადვოკატს მოვიყვანო. მაგრამ დაგიჯერე საკუთარი ნებით ჩავბარდი პოლიციას. მაგრამ შენ? რა სისულელეა ემელ? სასწრაფოდ სტამბოლში უნდა დაუბრუნებულიყავი. შენთან ამიტომ ვეღარ მოვედი. ბევრჯერ დაგირეკე, მაგრამ სასტუმროში ვერ დაგიკავშირდი. თვალებში მეყურებ და ისევ მატყუებ. რა ნაძირალა ყოფილხარ? თუ გინდა ნუ დაიჯერებ, შენთან კამაც არ ვაპირებ. წამოდი მელეკ. ვერსად ვერ წახვალ. ამჯერად ასე ადვილად ვერ დააღწევ თავს. დაფიქრდი რას ამბობ. მხოლოდ ერთი ჩვენება უნდა მიგეცა, მხოლოდ ერთი. ემილი ჩემთან ერთად იყო იმ ღამესა. ემელ, ნერვებს ნუ მიშლი, წადი აქედან. შენი წყალობით უკანასკნელი 4 თვე ციხეში გავატარე. ადვოკატებმა მთელი ფული წამგლიჯეს. ყველაფერი დავკარგე. მე რა გავაკეთო? უკვე ციხეში აღარ ხარ, ჩემგან რას ითხოვ? იმ 4 თვის სანაცვლოს ვითხოვ, რომელიც შენ გამოგავატარე ციხეში. თავი დამანებე. წამოდი მელეკ. ბურაკ რა ხდება? არაფერი მანქანაში ჩაჯექი. გაგანადგურებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაცნობებ და გაზეთებში დაიწერება. ამჯერად ვეღარ გაიქცევი. ნახავ. მწარედ განანებ. ალბათ ონორი საშინლად განეცდის. ახლა მეგობარი იყო. რა თქმა უნდა, საველა ადვილი ხომ არ არის. ქერემთან ერთად იასემინის დედასთან უნდა წასულიყვნენ. ხომ არ წასულან? არ ვიცი მისთვის არ დამირეკავს. სამძიმრის სათქმელად არ მიდიხარ. იასემინის დედას არ ვიცნობ. თუმცა კარგად რომ ვიყო დაკრძალვაზე მაინც წავიდოდი. მართალი ხარ. გამოფენაზე არ წახვალ. კატალოგებს გადავხედე, შენი შესაფერისი ბევრი რამეა. რა გამოფენაზე ფერიდე? გადაწყვიტე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე? სევა, უკვე კარგად ვარ. გამიხარდა. მას შემდეგ რაც შაჰრაზადმა კარგად დამსაჯა, დაგსაჯა? ეს ხუმრობით ვთქვი. ისე მესაუბრა, დამიჯერე შემრცხვა. რა გითხრა, ძალიან მაინტერესებს. თითქოს გამიბრაზდა. კითხა საკუთარი შვილიშვილის ყოლაც არ გაგაბედნიერებთო? რა, ყოჩახ მომეწონა? ბურაკ მომიყევი რა ხდება? ეს ქალი ავადმყოფია. ნიუ-იორკში ცოტა ხანი ერთად ვიყავით, მერე გადამეკიდა. ახლა ცდილობს ფული წამართვას. მხოლოდ ეს არის მისი ინტერესი. ამბობს რომ შენ გამო ციხეში მოხდა. რა მოხდა მომიყევი? ბურაკ. მელეკ მორჩი, აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. მოსაყოლი არაფერია. ესე იგი არ მომიყვები? არ მოგიყვები. გასაგებია, გააჩერე სადმე. რატომ გავაჩერო? უნდა ჩახვიდე? გააჩერე, ჩამოვალ. აქ გავაჩერო? ხო. რა ნადირალა ხარ? შენი ვერაფერი გამიგია. თავი დამანებე რა, ჩადი. კარგი. ჯანდაბამდე გზა გქონია. კარგი. ნამდვილი გიჟი ხარ. ალო. დედა. სახლში ხარ? დასვლას ვაპირებდი შვილა. დედა, დამელოდე გთხოვ. უნდა დაგელაპარაკო. გამოფენაზე მივდივარ შვილო, საღამოს რომ შევხვდეთ? დედა გთხოვ, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ამჯერად რა ჩაიდინე? ვერ ვიჯერებ. იასემინმა ასეთი შეცდომა როგორ დაუშვა. თუ იმ წამალზე რეაქცია ჰქონდა, როგორ დალია. ხო, კი მაგრამ ექიმმა როგორ დაუნიშნა? ჩემი აზრით ექიმს უნდა უჩივლოთ. არა. რას ამბობთ? მისი დაუდევრობის გამო იასემინი გარდაიცვალა, რა თქმა უნდა უჩივლებთ. იასემინი წამლით გამოწვეული ალერგიით არ გარდაცვლილა უნურ. კი მაგრამ ქალდადრო ნიხალ, უშინ ასე მითხარით? ნიხალ. ძალიან წოხარ. ვერსად გამექცევი ბურაკ. ყველა მისამართი ტელეფონის ნომერი ვიცი. ემელ, რას აკეთებ?
ქალბატონო ფერიდე, უნებურად მოვისმინე თქვენი საუბარი. ქალბატონი შაჰრაზადის შვილიშვილზე გესაუბრათ? ხო, პირდებს. ბავშვი უნდათ. რა კარგი არა. ნეტო მალე დაქორწინდნენ და ბავშვიც მალე ჩაფიქრა გულში. იმედია ქალბატონო ფერიდე ღმერთმა ქნას და ეს სურვილი მალე აგიხდინოთ. იმედია. ქალბატონო ფერიდე. ონური ქორწინების შემდეგ სად იცხოვრებს? რა მეიცით ამის შესახებ? შენ ონურის სახლში გინდა ცხოვრება? იცოდე მეწყინება. რას ბრძანებთ, ქალბატონო ფერიდე? როგორც თქვენ და ბატონი ონური გადაწყვეტთ, ისე მოვიქცევი. ვერსად ვერ გაგიშვებ. შენთან თავს კომფორტულად ვგრძნობ. შენ თქმაყოფილი ვარ. ძალიან მიხარია თუ ასეა, ქალბატონო ფერიდე. რა თქვი? ვერ გავიგე. ვიღაც ქალი ჩვენგან $1 მილიონ ითხოვს? $1 მილიონ ითხოვს, მაგრამ ცოტას თუ შევევაჭრებით, $100,000-ზე თანახმა იქნება. $100,000. ხო. ბურაკ, დღემდე ერთი ქურუში მაინც გიშოვია? კარგი რა, დედა. რა ჩაიდინე ასეთი, რომ მის ქალი ასე გაშანტაჟებს შვილო? თუ მისი ქმრის სიკვდილშიც გირევია ხელი. იჟიგონი ვარ, დედა. ამას როგორ გავაკეთებდი? როგორ ბედავამ ყველაფერს? დედა, ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ქალი ისედაც გაათავისუფლეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. აბა ფულს რატომ ითხოვს? ამერიკელი ადვოკატები ასეთები არიან, დედა. ჩვენება რომ არ მივეცი ქალს მთელი ქონება გააყიდინეს. მაგ მეძავს ერთ ქურუშსაც არ მივცემ. კარგი. ესე იგი უნდა შევრცხოთ. ბურაკ. დედა დამიჯერე. მარტო მე კი არა, მთელი ჩვენი გვარი შერცხება. ბურაკ, მაშანტაჟებ? დედა, ჩემი არ გესმის არა? ქალი ტელევიზიით გამოვა და ყველაფერს მოყვება. ეს მე არ მაღელვებს, მაგრამ შენ ამაზე ძალიან ინერვიულებ. ამ სამარცხვინო ფაქტზე ჟურნალებში რომ დაწერონ, ვერ გადაიტან, დედა. $100,000, დედა. კარგი რა არის ჩვენთვის $100,000? რა ცუდად გამიზრდი ხარ, ბურაკ. როგორ ადამიანად ჩამოყალიბებულ ხარ. გრცხვენოდეს. ქალბატონ მიხეილ, შეგიძლიათ მითხრათ იასემინი როგორ გარდაიცვალა? კოკაინი ონურ. რა? ხო, ჩემი ერთადერთი შვილი კოკაინის ზედმეტი დოზისგან გარდაიცვალა. გული გაუჩერდა. იასემინი ნარკოტიკს იღებდა? ნარკოტიკის მოხმარება შენთან დაშორების შემდეგ დაიწყო, ონურ. ამერიკაში სწავლის დროს. ეს რომ გავიგე, მაშინ ვემასთან წავედი. კარგ კლინიკაში დავაწვინე. 6 თვე მკურნალობდა. ნარკოტიკის მოხმარებას ამის შემდეგ დაანება თავი. აღარ მოუხმარია. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. არავინ იცოდა. ალბათ არ ენდომებოდა, რომ შენ გაგეკვა. უკაცრავად. კი, მაგრამ ნარკოტიკს დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა? არ ვიცი. გისმენ, დედა. ქერემ, შეგიძლია ახლავე მოხვიდე. ძალიან მრცხვენია, ონურ, ძალიან. დედა, სამძიმარზე ვარ. ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო, არ დაგირეკავდი. რა მოხდა? ბურაკს პრობლემა აქვს. გთხოვ, მოდი. ბურაკიც მანდ არის? ხო. კარგი, მოვდივარ. ქალბატონო მიხეილ, ბრძანდებოდეთ. მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მე უნდა გავიდე. ქერემ შვილო, გმადლობ რომ მოხვედი. რას ამბობთ? კიდევ მოვალ. კარგი. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ. ონურ, დროებით. ნარკოტიკების ხელახლა მოხმარება როდის დაიწყო? ფიქრობ, მაშინ როცა შენგან არანაირი იმედი აღარ დარჩა. დარწმუნებული არ ვარ. მისი მდგომარეობა მაფიქრებდა. 2 კვირის წინ ჩამოვედი მის ოთახში კოკაინი ვიპოვე. მისი ქცევა.
უცნაური მეჩვენებოდა, მაგრამ ასეთ რამეს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. გუშინ ღამე რამდენჯერმე დავურეკე. რომ არ მიპასუხა ძალიან შემეშინდა და აქ მოვედი. საწოლზე უკვე გარდაცვლილი იწვა. ეს რვეული ჰქონდა. გამომართვი, აჯობებს შენთან დარჩეს. ჩემთან რატომ? აქ მხოლოდ შენზე წერია, ონო. როგორ ძალიან უყვარდი. გამომართვი. შენ ზღაპრის გმირი შაჰრაზადი იპოვე, ონორ. თუმცა ნამდვილი გმირი ჩემთვის ყოველთვის შენ იყავი. დაკარგე და ამით ყველაფერი დავკარგე. ყოველთვის მითხარი, პოლიციას შველება რატომ არ მიეცი? შემეშინდა ქერემ. ნიუ-იორკში პოლიციას ჩვენებას მისცემდი? რა თქმა უნდა, ჩვენებას მისცემდა. ქერემი შენ არ გავს. შენ ამერიკის პოლიცია არ იცი, დედა. თანაც საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ის ქალი უდანაშაულო იყო? რა გარანტია მქონდა, რომ მახეს არ მიგებდა? საიდან უნდა მცოდნოდა პოლიციისთვის ყველაფერი როგორ ამეხსნა? მითხარით, გთხოვთ. ხრცხვენოდეს. დედა, საკმარისია, თავი დაანებე. ვიღაც თურქის ცოლთან ფარული ურთიერთობა გააბა და მისი ქმრის მკვლელობაში ვინიც ის იქნებ ხელიწურებია. იმისთვის რომ შევრცხვეთ, ესეც საკმარისია. ეს როგორ გააკეთებ ურაკ, როგორ? ის ქალი როგორ გამართლდა? საკმარისი სამხელი არ ჰქონდათ. $1,000,000 მომეცი თორემ გაზეთებში გამოაქვეყნებო, არა? როგორ ბედავს? დამიჯერეთ $100,000 ეს საქმე მოგვარდება, ქერემ. ღმერთო, ნამდვილად გავგიჟდები. კარგი დედა, დამშვიდდი. როგორ მოვიქცეთ? ამ ქალმა შეიძლება თქვენი, შენი და ონურის ავტორიტეტით შეალახოს. ონურს ისედაც ბევრი პრობლემა შეექმნა. ნუ ველავ დედა. მე მოვაგვარებ. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ჩემზეც იფიქრა. ბატონო ბურხან, ახლა ხან ოპერაცია გაიგეთე. გთხოვ, ამაზე ნუ იფიქრებ. როგორ არ ვიფიქრო, ქალბატონო ნადიდე, როგორ არ ვიფიქრო? ეს საკითხი არ უნდა მოვაგვაროთ? უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ ადვილია. ამ პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთადერთი გზაა და ისიც ცხადია. ამაზე ისედაც ნუ იფიქრებ. კარგი. ეს გოგო ქაისერში დაბრუნდეს. მე ბურჰან ევლიაოღლუ ხალხს თვალებში როგორ შევხედო? გოგო ჩაგვაბარეს, მაგრამ ალი ქემალი და აჰუ ურამოსოდ მოიქცნენ. სხვა გზა არ არის, ქალბატონო ნადიდე. უნდა დავაქორწინოთ. ბატონო ბურჰან, მითხარი, სხვა გამოსავალი გვაქვს? ალი ქემალს რომ უჩივლონ, რა უნდა ვქნათ? დიდი სირცხვილი იქნება ჩვენთვის. ამაზე არ გიფიქრია? ასეთი უსინდისო გოგო ძლადრად გვინდა. ღამე ალი ქემალი თავის ოთახში შეიყვანა. მე თავი გაიმართლა. ალი ქემალს ნუ იცავ. ჩვენი შვილი რომ წესიერი კაცი იყოს, სტუმრად მოსულ ნათესავ გოგოსთან ამას არ იკადრებდა. რძლად რომ მოვიყვანოთ, ამით ახლოს ანკესზე წამოვეკებით, ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. წავალ, ბურჰან ბიძიაშვილს ალი ქემალს ხელში ჩავიგდებო. ალი ქემალი რომ კაცი ყოფილიყო, ამას არ გააკეთებდა. რანაირი კაცია, არ მესმის. რანაირი კაცია? ღმერთო, ეს რა დღეში ვართ? ალი ქემალ. ბავშვებს ამ ყველაფერს როგორ ავუხსნით? ჯერ კიდევ განიცდიან მშობლების გაშორებას. მოიცადე, ჯერ ის ვუთხრათ, რომ ძმახავთ. ან ეს როგორ ვუთხრათ? ისვენე. წადი და ალი ქემალი გამოგზავნე ჩემთან. ბატონო ბურჰან, გთხოვ, დაგავიწყდა ექიმმა რა თქვა. შენთვის სტრესი და ნერვიულობა არ შეიძლება. დაუძახე, ქალბატონო ნადიდე, დაუძახე. არზუ კარგი გოგოა. აჰო კი საშინელი ადამიანია, ხალხს როგორ ეკცევა? თავი ვინ გონია? არაფერი თქვა, არ გაბედო. ნიმეთ,
ჩაი მომამზადე. ახლავე. აჰუ სად არის? მოგოების ოთახშია. სულ მათთანაა ამბობს, რომ უნდა ამეცადინოს. ინებეთ. გმადლობ. სახლი სადაც დაიბადე. გახსოვს? ჩვენი მაღაზიის თავზე რომ სახლია. ო. მელიქ გაზიში. დაუნგრევიათ. მეტა ვარ გაგვეყიდა. კარგად მოგცეულან. შენ რომ დაიბადე, იმ დღეს მაღაზიაში ვიყავი. ზევიდან რაღაც ყვირილის ხმა მომესმა. ჩემთან მამი და შენმა მოირბინა. ნადიდეს მშობიარობა ეწყება და ბებიაქალი მოვიყვანო უმკითხა. ჩემს სოლს ბებიაქალს როგორ ვანდობ მეთქი უთხარი. სასწრაფოდ მანქანაში ჩავსვი და სამშობიაროში წავიყვანე. მუცელი ზუსტად 12 საათის ტკიოდა. ექიმები გარს ერხვევდნენ. მე ვლოცულობდი. ღმერთს შვილისა და მეუღლის გადარჩენას ვთხოვდი. დედაშენმა ამ ტკივილებს გაუძლო, მეც გავუძელი. მაგრამ იმ ტკივილს, რასაც ამ ხელაკაცი გვაყენებ, არაფერი შეედრება. ის ტკივილი ამასთან შედარებით არაფერი ყოფილა. Annenle konuştuk. გაგონადგურე ალიქებალ. ძალიან შეგვარცხინე. Seni მე და დედა შენი შევთანხმდით. ahuyla nikahlayacağız. უკანასკნელად დაგიდგებით მხარში. Bizi შენ და აჰუს için დაგაქორწინებთ. senin başını ezmem. ცუდ დღეში ჩამყარი ალიქებალ. Ama evlat ჩვენგან ამას არ იმსახურებ, მაგრამ რა ვქნათ? ki ჩვენი შვილი ხარ. ძალიან ნანობ. ხელზე გაკოცებ. utanmadan elimi არ შეგწყვება და ხელზე მაკოცებ, არა? benim elimi öp. შენ ამის ღირსიც არ ხარ ალიქებალ. Ama yine de შენს უნამუსო საქციელს გამოვასწორებთ. ama bil ki მაგრამ იცოდე, gönlümde artık ჩემს გულში შენი ადგილი აღარ არის. seni gönlümden აქედან უკვე წაშლილი ხარ. მამა, ძალიან გთხოვ. დადი, yıkıl. მოშორდი აქედან. Çıkardım. ეს ხომ მოძრება? Yıkanınca çık. როცა დაიბან მოძრება. Ya ben... მეც მინდა. Ya dur bir... მოიცადე ჯერ მე გამიკეთოს. Ay çok güzel. ძალიან ლამაზია. Ay ne de yakışıklı. როგორ მოგიხდა დატო? აჰუ, ნიმეთთან წადი. Aa, neden ya? რატომ ბიცოლა? გოგოებთან ერთად რაც გითხარი ის გააკეთე. კარგი. Ne oldu babaanne? რა მოხდა ბებია? აბა მომიყევით რა ხდებოდა კაისერში. Hiç. კარგი იყო ბებია. Ali Kemal. ალი კემალ რა მოხდა? არაფერი. Babanla mı? მამაშენ სელაპარაკე რა გითხრა? Bak Ali. შემომხედე. აჰუ, გთხოვ. ლაპარაკის თავი არ მაქვს. Koynuma girme. ჩემთან ურთიერთობის თავი ხომ მქონდა? Ortada bırak. თუ მიმატოვებ სარჩელს სასამართლოში შევიდან. შეგარცხვენ გესმის? Anladım. შეგარცხვენ. Rezil ederim. Siz artık თქვენ უკვე გაიზარდეთ გოგოებო. aklınız her şey ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ. bir meseleyi konuşacağım. Sizin თქვენ kardeşiniz პატარა ძმა გყავთ. Nasıl yani? მაგრამ Bundan başka. როგორ რა ძმა? bakın ნახეთ, mini bir oğlan. პატარა ბიჭი. Ne tatlı değil. რა საყვარელი არა? Adı Umut. უმუთი ქვია. Bu ne ya? ეს რა არის? Dedenizle მე და ბაბუამ მოვილაპარაკეთ რომ რადგან უმუთი ბუქეთის და ბურჯოს ძმა ამ სახლში თავის დებთან ერთად გაიზარდოს. არ გაიზრდება. yavrum შველო, senin kardeşin. შენი ძმა
არ გინდა შენი პატარა ძმა შენთან იყოს? არ მინდა, ამ სახლში არ მინდა იცხოვროს, თავის დედასთან იყოს. დედამისი გარდაიცვალა. გარდაიცვალა? როგორ? მინში სისხლი ჩაიქცა. ღირსია. ბუქეთასე ნულაპარაკობ. ეს დიდი ცოდვაა. პატარა ბავშვი არ გეცოდება. თქვენ მას დედობა უნდა გაუწიოთ. ობოლი ძმისთვის საუკეთესო ები უნდა იყოთ. არა, არ მინდა. ბუქეთ შვილო. არ მინდა, ბებია. პატარა ძმა არ მინდა. ბუქეთ, მომისმინე. არ მინდა. არ მინდა ძმა. ბუქეთ, მომისმინე. არ მინდა, არ მინდა. ძმა არ მინდა. ბუქეთ. არ მინდა. ბუქეთ. დაიკო. ბებია, მე მხოლოდ ჩემი დედიკო მინდა. დედიკო მინდა, გესმის? ბუქეთ. დაიკო, ნუტირი გთხოვ, ნუტირი. ნუტირი შვილო. გთხოვ, ჩემო ლამაზო. ნუტირი, ჩემო საყვარელო. ბებია, დედიკოსთან მინდა. მხოლოდ ერთი ჩვენება უნდა მიეცა, სულ ეს იყო. ესე იგი შენ მეუღლის გარდაცვალებასთან კავშირი არ გაქვს. სრულიად უდანაშაულო ხარ. შეგახსენებ, რომ მე გამათავისუფლეს. კარგია. ესე იგი ჩემი ძმის მოწმედ მიყვანა საჭირო არ ყოფილა. ბურაკს ჩვენება რომ მიეცა არ დამაპატიმრებდნენ. მის გამოიძულებული გავხდი, რომ საუკეთესო ადვოკატი და მექირავებინა, მას კი ძალიან დიდი თანხა გადავუხადე. თქვენი ძმამ შიშარა აღმოჩნდა და ეს $1,000,000 დამიჯდა. რა სიტყვა? იმავეს ბატონო ქერამ. $1,000,000. მისი წყალობით 4 თვე გავატარე ციხეში. მადლობა მითხრას, რომ სასამართლოში არ ვუჩივი. მომართლა, ჟურნალისტები სულ კულტში დამდავენ. ჩემი თავგადასავალი აინტერესებთ. მესმის მათი. საინტერესო ისტორიაა. თან ამ საქმეში ბენიაფის მფლობელის ძმის სახელიც რომ გაიჟღერებს, თვეების განმავლობაში აქტუალური თემა იქნება. ალბათ ხვდები, რომ შენ სამსაქციელ შანტაჟი ჰქვია. იცით, როგორც გინდათ ისე იფიქრეთ. ეს არ მაღელებს. ხოლ საღამოს ჟურნალისტთან შეხვედრა მაქვს. მანამდე მოიფიქრეთ. თუ ამ თანხას არ მივიღებ, ჟურნალისტს ყველაფერს დაწვრილებით ვუამბობ. რომელ ჟურნალისტთან გაქვს შეხვედრა? მეტინ ალთიმბაშთან. გაზეთის მთავარი რედაქტორია. რა დამთხოვა? მეტინის მობილურის ნომერი მიწერია. დაურეკე. ყოველ საღამოს ნუ დაელოდები. მიდი დაურეკე. რატომ არ ეკავ, დაურეკე, მიდი. მიდი. როგორ იფიქრე, რომ შენაერი იაფასიანი ქალის შანტაჟი შემაშინებდა? ჩანაწერები სტამბოლში დაბრუნების შემდეგ გაუკეთებია. დავიკითხე. ხოლო ჩემზე წერს. მისთვის მე იდეალი ვიყავი. როგორ ჩანს, ამ ჩანაწერებით ამბობდა თავის სათქმელს. ნეტა ფსიქოლოგთან წასულიყო. ეს თვითმკვლელობაა. ანუ გადაჭარბებული დოზა შეგენებულად მიუღია. ონურ. ასე რატომ მოიქცა? დანაშაულის გრძნობა სამუდამოდ რატომ დამიტოვა? სიყვარული ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს. მით უმეტეს ცალმხრივი. ჟურნალისტ დაურეკეო ასე უთხარი? ნუ გეშინია, ვერ დაურეკავს, ვერ შეძლებს. ოჩახ. ასე მოგცევა, მე შემეძლო ქერემ. მართლა რომ დაურეკოს? რა უნდა ვქნათ ქერემ? თავი დაანებე დედა, აზრი არ აქვს. ბატონ ქერემს არ ანაღლებს ჟურნალისტების სალაპარაკო თუ გავხდები. მე ხომ ისი ძმა არ ვარ. ლურაკ. დაუფიქრდი რაც ლაპარაკობ. რაზე უნდა დავფიქრდე? რა ტყუილს ვამბობ? კითხვამს რაც გინდა ის გააკეთეო. ასე აგვარე პრობლემებს. რა სულელი ვარ დახმარება რომ გთხოვე. საფრთხეში ჩამაგდე. გმადლობ ქერემ. მაგრამ ბინიაფი ჰოლდინგის სახელი რომ გაიჟღერებს, მე ვნახოთ რაც მოხდება. ურაკ.
დედა რა თქვა გაიგონე? შენი ძმა არ ვარო. იასემინის ჩანაწერების საკითხი გინდა? არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაშორების მცდელობა ჰქონდა, მაინც ვალდებული ვარ გარდაცვლილ ადამიანს პატივი ვცე. საშინელება. ეს შეგნებულად ჩაიდინა. მე რომ თავი დამნაშავედ მეგრძნო. რა უყო ამ ჩანაწერებს? სინდისის საშინელ ქენჯნას რა უყო? ბენუ ჩემი ისფერი ხალხი სად არის ვერ პაულობ? გარადაში ხალხის საკითხზე მარცხენა მხარეს დავკიდე. რა საკეთებ? შეხედე, ამ მხარეს შენს წიგნებს ვაწყობ, ამ მხარეს ჩემსას. ჩემი შენი რას ნიშნავს? ყველაფერს ჩვენი უნდა ერქვას, არა? ეს არქიტექტურის წიგნებია, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. შენს წიგნებში ვერ შევურევ. ღამე ჩუმა დავდგები და იცოდე მაინც აურევ ერთმანეთში. ყველა დოცნებობ, ჩემი ყველა წიგნი დანიშნული მაქვს. ჰოლდინგში მივდივარ. დღეს გამოივლი? შუა დღის მერე, ჯერ აქაურობას მივალაგებ. ძალიან არ დაიღალო. კარგი საყვარელო. საავადმყოფოში უნდა დაგაწვინონ. ნემს გაგიკეთებენ, ცოტათი გეტყინება. გაშენია. ცოტათი. ვიცი, საავადმყოფოში ადრეს ვიწექი. ამას ხშირად ვერ ნახავ, ეს ცუდია, მაგრამ ხანდახან ნახავ ხოლმე. მამა შემპირდა, რომ სულ ჩემგვერდით იქნება საავადმყოფოში. კარგია. დედა ჩემს უნდა ემუშავა, დილაობით სანამ სამსახურში წავიდო და შემომივლიდა ხოლმე. საღამო სამსახურიდან მოდიოდა, მაგრამ მე რომ ვიძინებდი გვიანღამით სახლში ბრუნდებოდა. მამა ჩემი სამსახურიდან წამოვიდა. იმიტომ რომ საავადმყოფოში შენთან ერთად იყოს? ხო. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.